და ძალიან გამიკვირდა და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს გაუკვირდებოდა, რომ არც ალკოჰოლი გიყვართ. აბსოლუტურად. და არც სიგარეტი არ. იმ დროს უკვირდათ, ხო, რომ ჯაზის ესეთი პოპულარული შემსრულებელი, რომ ალკოჰოლს არ ეკარება საერთოდ. არ ვეკარები, მაგრამ ახალ წელს შამპანიური მიდგას, ერთი ბოთლი. ეს ფორმალურად. და ხანდახან მიყვარს ხოლმე მომენატრება ლუდი. ერთხელ რძედალიეთ სპეციალურად რომ დაგენახებინათ, რომ ხო, ახლა კონცერტი გვაქვს ჩვენ სოხუმში. ჩემი ბენდი. ერთხელ რაც რომ გამოვედით პლაჟზე და ისა, ჩვენ მეგობრულად ვიყავით ყოველთვის და სოხუმში აგრძელული იყო ქალების პლაჟი, თალგა უნდა ყოფილიყო და მამაკაცების სალგა. აი ეს ძალიან გამიკვირდა და ყდებოდი სიცილით. და გადავირბენდი ხოლმე იქ და მე გადავიდე. მოგედა ეს და ვიღაცა მოგვაწახა, ახვე ალკოგოლიკი ვიღაცა რუსულად. ბიჭები გაგიჟდა, გინავე ხამო დაულაწუნოთო მაგეთ. არა მეოთხეული. ხო და მეოთხე მოდი ესე გავაკეთოთ. ჩვენ დაგვდოდა ხოლმე ერთი კორესპონდენტი ყოველთვის. მეოთხარი სლავა მიდი ახლა მოიტანე რძე. ბიჭებო, რამოდენიმე 5 ისა. მეოთხარი აბა დავლიეთ პოლონეთმა გაუშვა ჟურნალში ეკატევაცა ირბინა მაქსურათმა. თქვენზე გაგებულ ერთ ჯორზე მინდა კითხოთ. ამბობდნენ, რომ ბენდის ბიჭებიც ცემეთ და საიდან გაჩნდა ეს ჯორი? ხო, სოხუმში, ვაიმე და ეგ კარგია რომ გამახსენე. კალთაში ყავს შემქმართ, წინვზე ვართ კონცერტის შემდეგ ავტობუსში და ბავშვს ზინავს, ესე გადაწოლილია და ისე და მესმის საშინელი ყინება. ხო, იცი ალბათ დალიეს იქ თუ რა უკარცხებენ. ხო და ჩემზე აიო ეს ქართული რა თუნდა და რა თუნდა ხო რუსიაო და ქართული რა თუნდა მე მოვტვრევდი და უთხარი если вы не хотите чтобы вас побил мой муж заткнитесь борча სასტუმროში მოდის გამომძიებელი ამ დროს მოფენილია ჩემი რეკლამა ჟურნალი გამოვიდა ყდაზე ჩემი ისა მთელი ხალხი რაღაცა და გათამამებულები ვართ ვარსკვლავები ვართ და ეს ყველაფერი და ჩოხელი თქვენ ხართო? კი. თქვენზე საჩივარია შემოსულიო. რა საჩივარი? იყო თქვენი მუსიკოსიო, ერთი თვალი აქ დაზიანებულია. რა საუბრობთ? ხო, ეს დაწერაო რომ თქვენ გაგირწყიათო სახეშიო და დაზიანება ვეღარ ახედავს იმ თვალით. კაცის ცემას გაბრალებდნენ. ვის დაურეკო ვიფიქრე რომ შუაში დამიდგეს გესმის რომ მორჩეს ეს მაიმუნობა დაურეკე მე სუხიშვილს სუხიშვილს ილიკო სუხიშვილს ილიკოს ბატონო ილიკო აი ესეთი მდგომარეობა მე ვუთხრე აი გაგიჟდა დარეკა იქ საკუთო ანუ გიჭერდნენ ხო ალბათ ზახული გაცდა ესე კი რას მოშოვოდა კარიერას ხო რა თქმა უნდა კარიერას გინგრევდათ ხო ის ჩვენ გავაგდეთ რა საკვირველია მივეცეთ ფული თითფერნავის ჩავჭარდა წავიდა ბენდიდან გავაგდეთ იქ რა საკვირველია დარეკილი იყო რას მიქარავთ თქვენ იცით ვინ არის ეს და ვიცით მაგრამ დახიეთ ეგ რაღაც მაიმუნობა ნინო რამიშვილმა ერთხელ გითხრათ მორცხვი იყავით სცენაზე დგომის დროს სხვანაირად გეცვათ რა უფრო თამამი იყავითო ხო რომ დეკოლტე შეგეტანა ჩაცმულობაში ალბათო ნინო ეს იგი პატრიკრებასავით იყო რა პრემიერა და რაღაცა და აიო მხატვარი იყო ეს კოსტუმების და გაუკეთო დეკოლტე მე ვთქვი არავითარ შემთხვევაში რა დეკოლტე შეგწვათ მაშინ შარფი გაუკეთოთო და ეს დეკოლტე და შარფი და ის ეხლა პრემიერა და მე უნდა გავიდე უკვე დაიწყო ორკესტრმა ისა არანჟიროვკა მიდის უკვე და ეს წამყვანი ამბობს რომ ეხლა გამოვა არაჩვეულებრივი ჯაზმომღერალი აი რაღაცა და ვაიმე ცუდად ავარ ეხლა ეს მუღლეტილი ეს შარფი დაიკარგა მუსიკოსები ისინი არ არის შარფი სცენაზე ხომ უნდა გავიდები არ არის შარფი და აი ზუსტად მაშინ დგევარ მე იმასე და ედიმ რო გამგრა ხელი და გავედი და კარგი იყო. შეცვალეთ ამის მერე, ჩაცმის სტილი. იმოქმედა ამ ფაქტმა? მე უკვე უკან ვიკეთებდი დეკოლტეს. აჰა. მარტო აქ არა, უკანაც ჩაგვიტანო. ძალიან კარგია.